შუადღე მშვიდობის მოგესალმებით ტრადიციულად დღეს პარასკევია და საათის ამ დროს სპორტის თემა არის თქვენთვის მაუწყებლობის პროცესში საქართველოს ნაკრების შესახებ ვისაუბრებთ მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ და მონებრივია გვერდს ვერაულით და არც აულით ხუჩა კვარაცხელიას ტრიუმფს ზედისედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული არის ქართველი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი UEFA-სგან აღიარებული ეს და კიდევ არაერთი კომპლიმენტი და აღიარება ხვდა მას წილად მიმდინარე სეზონში ბიჭი რომელსაც მოაქვს წარმატება ყოველ შემთხვევაში არითმეტიკული მაჩვენებლები სწორედ ასეთია გია გორგოძე ჟურნალ ათიანის რედაქტორი ჟურნალისტი ჩემი კოლეგა უფროსი მეგობარი და ძალიან საინტერესო თხრობელი არის დღეს ჩვენი სტუმარი მადონოგია მადლობა რომ გვეწვიეთ და ყოველგვარი ზედმეტი პათეტიკის და ესეთი დამატებითი სიმძაფრის გარეშე ხუჩა კვარაცხელიას ფენომენი პირველ ეტაპზე მე მქონდა შეგრძნება რომ მე პირადად და ძალიან ბევრს აქვს ხუჩას მიმართ, ხუჩას ტალანტის მიმართ სუბიექტური აღქმა. და ეს არც ცუდი არის და არც უცნაური არის, იმიტომ რომ ჩვენია, ყველაზე მეტად ჩვენ გვიყვარს. ბატონო. დაახლოებით 1 წელია რომ ეს სუბიექტური აღქმა მე აღარ მაქვს და მგონია რომ ზოგადად ყველასთვის თანაბრად მაგარი არის. უბრალოდ ფეხბურთის გულშემატკივრებს გულისხმობ. თქვენი შეგრძნება როგორია? მადლობა. კარგი თემა, კარგი როცა სასიამოვნო თემებზე გვიწევს საუბარი. კვარაცხელი ქართული წიგნის ფეხბურთზე აემ ჯორჯია წარდგენილი იყო პარიზის სოფლე გამოფენაზე, საერთაშორისო გამოფენაზე. და პრეზენტაციაზე კვარა დავაპატიჟეთ და დაგვიდა რომ მოვიდოდა, მაგრამ კვარაცხელი გრაფიკი აქ და ისე დაემთხვა ყველაფერი, რომ ეს ვერ მოხდა. უბრალოდ პირველად ქონდა საშუალება ესე მანამდე საუბრობდით, მე საუბრა და პირველი ფიქრი ამას გამიელვა იყო რომ ძალიან დიდი მადლობა მის მშობლებს ასე ჩვილო გაზარდეს საოცარი უბრალოება თავდაბლობა წესერი კაცია რა ძალიან დიდი არავითარი ვარსკვლავური ავადმყოფობა არ ემუქრება და დღეს მე საუბარია არის თუ არა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და ერთი ეს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უაზროა არა ერთ მაგალითს მოგიყვან ჩვენი ალფავიტის გამო დიდი პრივილეგია მქონდა როცა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაში ვიყავ მაშინ ემდგომელად კონგრესს არჩევნო კონგრესზე ზიხარ ალფავიტით და გვერდზე მეჯდა ჯერმანი და მე გრეიტ ბრიტანი თან ისეთი ჟურნალისტები მეჯდა ორი გვერდზე გრეიტ ბრიტანი მალე იყო კირ რედნიჯი რომელიც 18 წელი ვოლცოკერის რედაქტორი იყო და მაგას ჩამოვარდა საუბარი ნუ აი თან სოფლიო ჩემპიონატი იწყება 2014 წელია ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვინ არის კიდევ მომითხა 45 წლიდან უყურებ ფეხბურთს სერიოზულად რა და არანაირად ერთი შეცდომა არ დაუშვა არასოდეს არ შეადარო სხვა ეპოქის ფეხბურთელები იმიტომ უდესი განსხვავება იყო ფეხბურთშიო გნებოდა ამუნიციაშიო ნახე აქ მაგდროინდელი ბუცები ხა ესაბურავი საერთარი ხო მიშამეს უკარავდა ერთი ოჩახი მკერავი იყო სამეხი ხელი თუ უკარავდა ხო ეხა წინდა ლურსმებით ამაგრებდნენ ხო სუსხა ფეხბურთი იყო, 5 კაცი თავდასხმაში იყო, 2 ნახევარწველი, 3 წველი. არასოდეს არ შეიძლება სხვა ეპოქა. და თქვა, შეიძლება ხო, თქვა, ვინ იყო ყველაზე დიდი ფეხბურთელი, ვინც ეპოქა შექმნაო. ნუ პირველი ეპოქაო, ჩემს იყო დი სტეფანოს გიждდებოდიო მაშინ რეალი. მეორე ეპოქა რა თქმა უნდა პელე გამოჩნდა და 70 წელს პელე რო ითამაშა, მეგონა ამის ფერი ფეხბურთს საერთოდ ვინმე უნდა ითამაშოს თუ არა. მაგრამ შემდეგ წელსა გამოჩნდა კაცი, რომელსაც რევოლუციური ცვლილება მოახდინა ფეხბურთში და მესამე ეპოქა იყო იოჰან კროიფი. საბათ ყველაზე დიდი გონი და მოაზროვნე ფეხბურთში, როგორც ფეხბურთელი და მე როგორც თელი. მე გამოჩნდა ერთი გადარეულიო, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებდა, როგორც არ უნდა გააკეთო, მაგრამ ეჭუბებოდა რომის პაპს ფეხბურთსო თავი დავანებოთ. ხო, ნუ მარადონას ეპოქა იყო მე. ეხლა ჩვენ შეგიძლია ბედნიერად დავიმახსოვროთ კარგათო და აიო რა დაბედები პლეც რო გადაეხურა ბუხართა რო დაждდებია შვილიშვილს მოუყვები რომ მესის ეპოქაში ცხოვრობდია დააკვირდი რა ფეხბურთელები გამოტოვეო პუშკაში არ ვახსენოო ესებიო ჯერ კიდევ როდიდან ბეკენბაუერი არ ვარ პლატინი რა ვიცი რონალდო ხო წარმოიდგინე რა ეპოქა ვინ შექმნა აი მე თუ მკითხავ 20 კვარა არის 21 საუკუნის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი უკვე თავის 25 წლის ასაკში ეხლა ნუ შევადარებთ, არ შეიძლება ხა შევადაროთ ბორის პაიჭაძის თაობას, მიშა მესხის თაობას. გნება ჩვენი ოქროს თაობას ბიჭებისა, რომელსაც ყოველდღე წარმატება მიაღწიეს 70-იან წლებში, ყიფოს თაობას. აი, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში
ხუჩა კვარაცხელი არის უკვე ყველაზე ყველაზე წარმატებული და ეს არ არის მისი პიკი დარწმუნებული ვარ რა ის ბევრად უფრო მეც მიაღწევს მე მაინტერესებს ჩვენი აღქმა გასხვავებას ხნის ფეხბურთში დღეს უმცირეს დეტალებს ყვეთეს გუნდებს შორის დაპირისპირებას ხო აი ხა ბავარიას არის 5-4 იყო თამაში ან საფასო თამაში ეს ხო თლიანად კვარას დამსახურება იყო ის კვარამ ჯერთი ყურებ ჩამოყრილი PSG როცა აგებდა თავიდან გააცოცხლა თან ეგეთი გოლები ფეხბურთი თქვენ ჩემზე კარგად იცით ბუნებრივია მაგრამ მე მგონია რომ ეგეთი გოლები ორად ფასობს ან სამად როცა გუნდს საერთოდ არანაირი რესურსი არ აქვს არ მოსჩანს პოზიტივი და არაფრიდან ამ დროს ხდება ვინ არის გუნდის ლიდერი არაფრიდან გაგა გოლი ეს არის უდიდესი ფსიქოლოგიური პენალტი ეს პენალტი ხო ჩვენ მე ძალიან მეკვეს რომ არავინ არ გამახვილა ყურადღება მე ძალიან მიყვარს ხოლმე მეორე დღეს ნახვა კიდე თავიდან პირველად ჩემში უფრო შემოადგივარე და მე ცოტა ესე უყურებ ყურადღებით ძალიან გამიკვირდა რომ პირველ გოლზე მარკელიოსი არტყამს აი დაახლოებით მე და შეროზე ვარ 2-3 მეტრიდან არტყამს ტროსარს ბურთს ხო და ბურთი ძალიან ძლიერად 7-8 მეტრის დაშორებით ხდება ასხლეტა და მიდის ჰავერსთან ხო ჰავერსთან არ შეიძლება რა 2-3 მეტრიდან ადამიანს ხელში მოარტყან კედი იქნება თუ რა იქნება რაღაცა ასე ასხლეტა კონდეს გამარებაზე ნათლად ჩანს რა ახვედრებს ტროსარი იდაყს და ხდება იდაყს იმიტომ რომ თქვენსავით ასხლეტა ძლიერი ასხლეტა მაგრამ და გაატარეს ვერ გავიგე ხა იდაყვი ეს ხელს აფართო რაღაც სისულელები რო არის ხა მაგრამ ან არის ხელი ან ფაქტია რომ არა თავი არ და სახეზე არა უფარებია გვერდზე გამოწე მოხდა იდაყში ნუ გაატარეს ესა იმ ზიბერს კაიბერი შესაძლებელი ქონდა თუ განაცის რომ ყვითელზე იყო და ის პენალი დანიშნა მეორეც უნდა მიეც მეორე ყვითელი უნდა მიეც და დავანებოთ მაგას თავი ყველაფერი კარგია რაც კარგად თავდება ბანონია მაინტერესებს აი ის განზოგადებულად დიდია თუ არა ანუ ჩვენ რო სუბიექტური ხედვიდან გამოვიდეთ ეს აღიარება არის თუ არა აი ამ შეკითხვის პასუხი როცა UEFA ამბობს რომ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი არის ხუჩა კვარაცხელი ჯერდი UEFA მაინც ისა ოფიციალურ ორგანოა გვამრავეს კომები რომ არის ხუსხორი და სოფასხორი ბენზინი არ წამს უბრალოდ დააკვირდით რა ვინ აქებს კვარას ყველაზე გონევრულად ანუ გამოყოს თვისებებს მის მახასიათებლებს ძირითად ესენი არის სოფლის საუკეთესო ფეხბურთელები და სოფლის საუკეთესო მსვლელები ეხა ერთია მე რო შევაქებ და მეორე კაპელო რო შეაქებს ხო რომელიც ძალიან ძუნწია შეხებაზე ერთია როცა დელპერო დაინახავს იმას მეორე არის ანდრიო დაინახავს აი კარაგერი და გარინეველი სხვა ჩვენ ძალიან ამწარეთებები არიან ორივე ხმას ვერ იღებენ ხო სხვათა შორის ბადონოგია ტროიდინი უოტფორდის ლეგენდა უბრალოდ პრემიერ ლიგის გურმანებმა იციან ძალიან კარგად ჩემპიონშიპში ჩაყვა და პირველი სწორედ ტროიდინი იყო რომელმაც თქვა ეს შემდეგი ფრაზა ესეთი ფრაზა მე მას შემდეგ გავიგე ბევრჯერ მაგრამ ტროიდინი იყო პირველი კვარა არის თანამედროვე საფეხბურთო სამყაროს მაგალითი როგორი უნდა იყოს გარემო დღეს ყველა იბრალებს მაგას ხო მაგრამ ტროიდინი დაწყებული შოვენი და სლუცკიდან მე ნაპოლის ხო კაი დასაბრალებელია კაი დაიბრალონ კაი საკაი რამის იბრალებენ ცუც ხო არა უბრალოდ რა არის იცით კვარა თითქოს აი ფეხბურთი როცა ყველაზე რომანტიკული იყო და კარგი იყო აი ეს გაერთიანა დღევანდელ აუცილებლობებთან რა ველურ ჯუნგლებში ხო ერთი შედარება ხა მე ძალიან მეკვეს ახლა გოლკომის იმაში კვარა არის მე-5 მე-7 ადგილებს იყავს ხოლმე მის წინ არის ბაპე ძალიან საინტერესო სტატისტიკა გამოვიდა ახლა ბაპეს ბევრი გოლი აქვს ლიგაზე ახლა მაგაზე გეტყვი იმ ლიგაზე ბაპე გაიტანა 16 გოლი თუ 15 თუ 16 გოლი 15 ქონდა 16 ქონდა აქედან 8 გოლი შეაგდო 4-4 შევიდო კაირაც და იმას ოლიმპიაკოს ოცა ღია კარის დღე ხონდა 1-4 პენალი დაარტყა კიდე მაგრამ ძალიან საინტერესო რაღაცა გეტყვი აი ეხლა ესპანეთში შეეჯამეს ყველაფერს ხუთლიანი ხა ის უცნაური დროა ამოს უმქვასყლის დალევას 344 ფეხბურთელი თამაშობს ლა ლიგაში და ყველას მოქმედება დაითვალეს ვის როგორი მოქმედება დაცვაში რამდენი დაცვითი მოქმედება ქონდა თუ პრესებზე თუ წავიდა რაღაც 354 მოთამაშეში ბაპემ დაიკავა 354 ადგილი 6 ჯერ ხოლოდ სადა მეკარის დაპრესინგება თუ რაღაცა და სხვა შორის 336 ადგილზე 352 არის ვინისიუსი და კვარას ერთ თამაშში არ მახსოვს ლივერპულთან იყო თუ ჩელსისთან 11 არტმევა ჰქონდა ორ თავბრძოლაში ჩელსისთან 11 არტმევა ერთ თამაშში და ამას თელ სეზონში ჰქონდა მე დააგვიდი ხა ბაბეს სისრაფე კარგი აჩქარება აქვს
მაგრამ ვაშუპა ისე თამაშის გამალობაში ამას მიმართავს ამდენჯერმე და დანარჩენი დროზე ის და უყურებს. ხვალ შორის თან მითითებებსაც იძლევა. მითით აი ეგ მეორე. და ეგ აფუჭებს გარემოს. აი ჩვენ გადავალთ აბა სოფლიო ჩემპიონატზე. გადავალთ, აი უბრალოდ მოდი დავასრულოთ ეს საკითხი რომ ამოწურულად ჩავთვალოთ. ძალიან მნიშვნელოვანია სტატისტიკური მონაცემები. უბრალოდ აქ იყო ესეთი ერთი ჩაგეწევდი რა. არსენეგეს საკითხი კარგი ფრაზა. საბედნიერო თუ ფეხბურთს კიდევ დარჩენია ის თვისებაო რომ მისი ყურებისას შეგიძლია შენ საკუთარ ორთვალს ენდო. ანუ სტატისტიკა არის. სხვა შორის კი, მაინც ფეხბურთი, მაინც ემოციები და ახმა მგონია მე მთავარი ამოცანა და აი ამ გამოწვევას პასუხობს. არამედ უნდა დაინახო. დაინახო. ბატონია, საქართველოს ნაკრების შესახებ ორი უთკითხვას დაგისვავ და მე მსოფლიო ჩემპიონატს დავუთმოთ დანარჩენი დრო. საქართველოს ნაკრები თითქოს გადასხვაფერების პროცესია თაობათასვლა განსაკუთრებით დაცვის ხაზში მე მესმის და ყველასთვის რთულია აბსოლუტურად იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონს საფრანგეთსაც კი გაუჭირდა არც თუ ისეთი დიდი ცვლილებების განხორციელების პირობებში და სოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჯარჩა როცა სენეგალმა თითქმის ერთ და იგივე გუნდი იყო და აი ნახო და შეიძლება დარჩეს კიდევაც მაგრამ გუში კოდივართან ხო ესეთი ამბავია ეს პროცესი თქვენი გადმოსახედიდან გაახალგაზრდავების და სხვა ახალი ფორმირების პროცესი სწორედ მიდის თუ არასწორად თქვენი შეფასება რა არის ისეთი ვასთავარი რა თაობა მოვიდა ქართულ ფეხბურთში და მე თვითონ ძალიან კარგი თაობაა იმიტომ რომ ეს თაობა ბერთობა პროფესიონალია 21 საუკუნეში დაბადებული ენები იცის ფეხბურთელებთან წინათ იყო აი აიტერვის აღება იყო ტანჯვა მათანსა როგორ საუბრობენ ჯერ მაგას მეც მოუსწრები ვარ ხო არა თავმა მართლა კარგი მოდის და ნუ ეხა გასაგებია რომ თქვათ ევროპის ჩემპიონატთან შედარებით ნუ სამი ცენტრალური მცველი იყო გაშოს დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მინდა უთხრა ხერხეულ კაპიტანს 129 თამაში მშვენიერი კარიერა და მაგალითის მიცემი პროფესიონალიზმის მაგალითის მიცემი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კაშას ერთად წავიდნენ კვირკველია რომელიც თავის დროზე ძალიან მაგარი მცველი იყო და მაგარი სისულელე ექნა რომ ლესტერი 18 მილიონად რო ყიდულობდა ჩემპიონი ლესტერი ყიდულობდა 18 მილიონად რო არ მაგან კი არა ლოკომოტივმა არ გაუშვა მოსკოვისა ასე გველესიანი რომელიც кайხნი დაავეცდა ტირანში იყო და მე როგორ კარგად გამოადგათ კარგად მე თუ მკითხავ თავარი აღმოჩენა ეგ იყო აი ის დაფარება რაც მან რონალდოს დაწმაზე გააკეთა არ ნებისმიერ დიდი წეს შეშორდებოდა ნებისმიერ მე მალდინი გამახსენდა იმ ეპიზოდში მარტო მალდინი ჩათალერა უფრო ესეთები კოსტა კურტა და ნესტა რომელიც ვარდაზე მიდიოდნენ ხო და ასეთ ადვილი არის მაგრამ ისინიც ვინც გამოჩნდა ახლა ნუ გოგლიჩი და უკვე ვიცოდით გადრანს შესანიშნავი სეზონი ხდება გადრანის გამოყენება შეიძლება მარჯვენა ფეხბურთაზე საყდანა თავს უთამაშია საუკეთესო გახდა თავის ამპლუაში ისრაელის ჩემპიონატში რომელიც რთულია და კარგი სტაბილიზატორი ასე კარგი სტაბილიზატორი ბერიაშვილმაც კარგი რო დვალე დააბრუნდა ნაკრებში კარგი რო ივაგელაშვილს მე ახალგაზრდული ჩემპიონატიდან რომ მახსოვს ყველაზე მეტად შეეფერება ცენტრში ის როლი რომელიც მაგორდინებულია სამცველი როცა არის ცენტრში და არ დაგავიდეს საოცრად მენანება ეს ბიჭი და ძალიან იმედი მაქვს რომ მოატრელებს კარიერას საბა საზონოვი კი ბატონო ზუსტად აი შუაში ზედაუცო მისი მონაცემი კვირკველიას წააგავს ძალიან გაიხსენეთ როგორ გადადო თავი იქ არა ნატკენი კი საფრანგეთთან რო თავით გოლი შეაგდო იმ ნახტოს და იმ გოლს გადააყოლა თავის იტალიური კარიერა მთელი წლის უთამაშებელი ჩადო ბოლომდე მთელი სული და გამოვიდა 20 ჩემპიონატზე გოლ შემატკირავდა ჯამთელობა უსურვოდა მე ძალიან მომწონს ირაკლი აზაროს შანსი მიეცა და გამოიყენა რუმინეთთან ძალიან კარგად გამოჩნდა კიდევაც აი რამდენიმე ისეთი ირაკლი აზაროვი თამაშს კითხულობს ირაკლი აზაროს კარგი პასი აქვს რბილი ირაკლი აზაროვი შეიძლება ორთა ბრძოლებში არ იყოს როგორც განაპირა მცველი საუკეთესო არტმევაში დღეს ხო ფეხბურთელებს იმით უყურებენ სადაც წავიკითხა ანატომიურად ძალიან მომხიბლელი ვარიანტია ამაზე მივიდა საქმე წარმოედგინე ესე იგი და 2 და 4 რო არის ფეხბურთელიღაც ონანა მაგალითად იმაში ნუ თურმე ანატომიურად კარგია ფეხბურთს თამაშს თუ იცის და თუ აზროვნებს ამას აღარ კითხულობ აი ირაკლი აზაროვის რა მომწონს ამან ბურთის ამოტანის დროს რაც ყოველთვის პრობლემა იყო ჩვენს დაცვიდან სხვა ჩვენ ფლანგებს იყენებენ ჩვენები კაკაბაძეს და აზაროს ორივე შეუძლია ბურთის ამოტანა და ირაკლის მერე პირველი პასი აქვს ირაკლისთან ბევრად უფრო კომფორტულად ზობს თავს ყარა არ დაგავიდეს იმიტომ რომ სწორედ ერთვება და სივრცეს არ უზღუდავს ჩემი აზრით ჩარდენასაც აკეთებს ჩაწოდება შეუძლია კარგი პასი გაკეთება შეუძლია და
კაი ჯარიმის დამტყმელიც არის საქმეზე თუ მივიდა. როგორ წინამდებია არის აი ჯერ უკრაინას სადაც ომია ფეხბურთელების გაშვების და მე ვერ ისწავლე სკოლამ დონეცკის ფეხბურთელის გაშვება. რამდენი ფეხბურთელის კარიერა დაყო. ჯერ ფოცხერიდან დავიწყოთ რა. რომელიც გინდათ აი დავიწყოთ გავიხსენოთ რა გაუკეთეს. არაბეთზე დაღუპეს იქა რა. როცა გუნდში 11 ბრაზილიელია შენ თავდასხმაში არ გათამაშებს რა. ესე დღესაც 9 მამაგეიშვილის შესახებ მინდა თქვენი აზრი, ბიჭი რომელიც მთელი ცხოვრება შუა ნახევარდამცველია, ისეთი დალაგებული მარჯვენა მცველი შტაბეშტილებას თავს, თითქოს მთელი ცხოვრება ამ პოზიციაზეა თამაშობს. რა პოზიციაზე ფეხბურთელი თამაშობს თავის კლუბში და კარგად რო თამაშობს, ჩვენ ნაკრების თომა გაიზიაროს ეს და ნუ ეს ცება იმის გადაკეთებას რა, რომ აი მე აღმოაჩინე მაშინ სხვა თვისება. იცი ამ აღმოჩენას ჯობია ის რაც საუკეთესოა. ძალიან კარგად ითამაშა შტურმში. კარგად შემიძლია. თან მესვლი და კიტესვლი და კარგად ჩაერთო. კიტეზეს მინდა თქვა, ჩემ მოსაყვალეს ფეხბურთელი ერთ-ერთი, მასთან ერთად სხვა გუნდი ვართ, ხო? კიტებ 15 გოლი შეაგდო სეზონში და 6 ასისტი ჰქონდა. კიტე პრაქტიკულად 8 და შორის მეახლობელს თამაშობს შტურმში, ხო? 3 წელი ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელია. და ჩვენთან რატომ არის კიტე არის ყველაზე უკან და სხვისი მიქარული მაპატეთ მაინც კიტე უნდა გამოასწოროს. კი, ეხერხება და მაგითომ კი, მაგრამ რამდენს კარგავთ ამით. კიტე საჯარიმოს გარედან ჩვენ ერთად ხმა. მომენტუმი იცის. მერი შეგრძნების დონეზე მომხრება რომ კლუბში რა პოზიციაზე თამაშობს და რა ფუნქციებიც აქვს და კარგად თუ თამაშობს. დავნებოთ რა თავებით გადაკეთებას მარცხენა თუ მარჯვენა მცველად. გიზი მამაგეიშვილი ძალიან კარგი ბიჭია. იქ პირველი სეზონი ქონდა ადაპტაცია გაიარა, მე მგონია რომ ძალიან კაი სეზონი იქნება შემდეგი როგორც მე მგონი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ნახევარმცველს მივიღებთ ერთ სეზონში ევროპული გამოცდილება. ძალიან მებრძოლია, კარგია, არ არის რა მარჯვენა მცველი რა. გასაგებია. გავიგე დაახლოებით თქვენი პასუხი ჩემი შეკითხვის შესახებ. მე მაინც გონია რომ ეს არ არის საბოლოო ვერსია ფორმაციის დაკომპლექტების თვალსაზრისით შეიძლება და დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ცვლილება იქნება სანამ უკვე ეს ოფიციალური თამაშები მოვა. კი ბატონო, მაგრამ ოფიციალური თამაშებამდე სადაც უნდა ჩამოყალიბდნენ ძირითად წრეზე. კი ბატონო, ალბათ ეს ზუსტად მაგისთვის შეიძლება ერთ პოზიციაზე ყავდეს ორი და თქვა ამას დავაყენებ ეს შემცვლად მეყოლება, მაგრამ ეხა უზომოდ ექსპერიმენტები გასაგებია. გადავიდეთ სოფლიო ჩემპიონატზე. რა. დააკვირდით რუმინეთთან თამაშება. 9 ფეხბურთელი გამოცვალა. მან რა ქვია, ხაჯიმ კი. ამ ხანაგური თამაში შეგელა მაქსიმუმ. ცოტა მეც რა თამაშს და 93 წუთიდან ნუ მეცემ რა. ცოტა ფადაშორის ეგ მეც დავაკვირდი მაგ საკითხსაც დღეს ველოდები მე კვერნაძესაც ნახოთ ყვარაცხელიასთან ერთად ბარჰეინის შინააღმდეგ არის ყوارა შანსი რომ დაიმარბია. კარგი სეზონი ქონდა. კარგი სეზონი ქონდა და ძალიან მომძლავრდა, სისწრაფე ყოველთვის ქონდა. ხა იტალიაში როცა მთელ სეზონს თამაშობს ძირითად შემოდგენლობაში ასაკის მიუხედავად, ესე იგი ძალიან ბევრი რამის თქმა შეგვიძლია პოზიტივის ჭრილში და კარგად ეხმარება სხვადასხვა ასევე უკანაც. ცოტა დრო რჩება მინდა მსოფლიო ჩემპიონატის საკითხს შევეხოთ დაახლოებით 10 წუთი რჩება და პირველი ძალიან მე არ ამგონია სწორი რომ ეხა თქვა ფავორიტებზე და აუთსაიდერებზე ღირს თქვა ბევრი დროის დაკარგვა ალბათ ტრადიციული ფავორიტები იარსებებენ ხო აუცილებლად თქვენი აზრი მეც მინდა 2-20 სიტყვით გავიგო პირველი მოდი ჩამოვთვალოთ თქვენი აზრით ხელის შემშლელი პირობები იმისა, რომ სოფლიოს ჩემპიონატი ვერ მივიღოთ იმ ხარისხის და ისეთი დასამახსოვრებელი არ გამოვიდეს. როგორც ფეხბურთელების სიძნელეებზე ვთქვათ, ასევე მაყურებლისთვისაც რა არის პრობლემა თქვენ ბევრი სოფლიო ჩემპიონატის კი ბატონო, მოგახსენეთ. ნამყოფი. ეხა ამერიკაში ხუჯარ ნამყოფიდან მუშაობდი, სწავლობდი და ორთეს ნაკრები 10 იმაზე არ ყოფილა და ორე სანაპიროზე 15 საჩვარ ნამყოფი. თან მაგაზე კარგი ხა ყველა მოწმეთ მოგიყვანთ წინა საკლუბო სოფლიო ჩემპიონატს. წარმოუდგენელ დროს წარმოუდგენელ სიცხეში მოუწევთ თამაში. დღეს უკვე ექსტრემალური სიცხეებია ეხლა დააგვირთ რა მაგის მაგალითად როლან გაროს დააგვირთ ვინ გავიდა ვინ დარჩა ქალებში და კაცებში. გოგონებს შორის გავიდა გოგო რომელმაც კვალიფიკაციაზე 3 ეტაპი გაიგო. სინერი რომელმაც 30 თამაში ქონდა ზედ მოგებული 2 სეტი 6-1 6-2 მოგება მესამე სეტში 5-3 სეგებს და უცებ დაემართა კრუნჩხები. სიცხის ჯოკოვიჩმა რომელიც პირველი სეტი მოგება მესამეში წინ იყო უცებ მაპატია და აღებინა პირდაპირ პისახოცების ურნავა. წარმოუდგენელი დატვირთებია წარმოუდგენელი დატვირთები და აი საშინელი პირობები. თანამედროვე სტადიონები ბევრად არ არის, ყველა სტადიონი არ არის გადახურული. ჯერ საერთოდ 21 საუკუნეში მსოფლიო ჩემპიონატს არ უმართლებს.
კომერციალიზაციის გამო. ნუ 2002 და ეს კორეა ეს გაუგებრობა იყო და თურქეთი და კორეა გავიდა მესამე-მეოთხეზე, იქ რაოდენობაც იყო. კარგი, 2006-ში ძალიან ნორმალური ჩემპიონატი იყო გერმანიაში ახლა. ინფრასტრუქტურაც ჰქონდა მაშინ და ბევრად უფრო წესრიგი იყო გერმანიაში მაშინ ვიდრე ახლა. 2010 სამხრეთ აფრიკა ეს უბრალოდ ნელსონ მანდელას ხათრით და აფრიკის ხათრით და რაღაც გაუგებრობა იყო იქ დიდი. 2014 ბრაზილიაში მე და ბიძინა ვიყავით ერთად და ნუ აი ისეთი განხიბლა მქონდა ბრაზილიიდან თან წინა წელს ვიყავით დიდი ხანი არგენტინაში რა ვადარებდი სულ ბიძინას რომელიც ჩემსავით არგენტინის ის არის ჩემგან მოუწია ბრაზილიელების დაცვა მოუწია ჩემგან ისე ბიძინა ბარათაშვილი თქვა არ ამგონია ვინმე მარიცოდეს როგორ უყვას არგენტინა ზოგადად ესეც სრული მარაზმი იყო ესე და ბრაზილიამ სამარცხინო რაღაცა გააკეთა საკუთარ საშვილი და ცოტა დახვაფილა კარგი 2018-ზე არ ყოფილვარ რასაც უყურებდი ფეხბურთი დიდად უღიმი გამოიყო მაგრამ ნუ ალბათ არ წქენა და თქვენ წარმოიდგინეთ ყველაზე კაი ჩემპიონატი გამოვიდა 2022 წელს ძალიან ეჭვი მეყარებოდა და ახშპოთი როცა დოხას მიცეს დოხაში ნამყოფი ვარ და ერთხელ აეროპორტიდან რომ გამოვედი სექტემბერი იყო ესე მეგონა საუნაში ზედათ აროზე შემომდესა და კარები დაკეტეს რა და ჰაერ შეწონილი ქვიშა რა გააკეთეს ამ კატარინო ემერემა ყველა სტადიონზე ტემპერატურა იყო 25-26 გრადუსი აბსოლუტურად კონდიცირებული გახსოვთ კი ესე იგი 60 კილომეტრის რადიუსით იყო ყველა სტადიონები. ეხა ესენ მეფრენენ იქიდან, გვადალახარადან, ვანკუვერში და ებიდან, რა ქვია. მაყურებლები ძალიან იჩაგრებიან ჩემი აზრით. მექსიკიდან იმაში, რა ქვია, მონრეალში და ამერიკის ერთსანაპიროდან მეოზე გადაფრენა 7 საათნახევარი უნდა. ნუ წარმოუდგენელი რამე იქნება. თან არ დაგავიდეთ, რითი იყო კარგი, მე რა დავაგვერდი. კარგი იყო, იმიტომ რომ ჩადებოდა ნოემბერ-დეკემბერში. ნოემბერ-დეკემბერში არავინ არ იყო დამტრეული, დაღლილი. სეზონის გამოკანცული. ეს ჩემპიონატი იქნება გაძლებაზე. ვინ უკეთ გაუძლებს ამ ექსტრემალურ პირობებს, ამ სიცხეს, ამ ფიზიკურ დატვირთებს, ამ უამრავ გუნდს. აი ერთი იქნება გაძლებაზე. და წარმოიდგინეთ, მაგალითად, ყველაზე ბევრი ფეხბურთელი ნაკრებებში ვისაც ყავს გაშვებული არის Manchester City და არის 19. 19 კი ამ 19-დან მე დარწმუნებული ვარ მინიმუმ 15 ძირითად შემადგენლობაში იქნება თავის ნაკრებში. Manchester City-მ რამდენი თამაში ჩაატარა რომ დავითვალოთ 100 ხო გამოდის ყველა პრემიერლიგის გუნდებს ეს ძალიან ძვირად დაუჯდებათ პრემიერლიგაში თამაშობ ფეხბურთელებს. ეხლა მოგვიყვება და ამას დაემატება მე სეზონის წინა მოსამზადებელი ტურნეები. კი ბატონო, რატო იყო ეს უფერული პირველ ნახევარი სეზონის? აღდგენაში ყველამ ვინც გაიარა ეს ზაფხულის ეს საგიჟეთის სოფლის საკლუბო ჩემპიონატი რომელიც ფულის მოტანის გადასხვა შეიძლება არ ქონდა ფეხბურთი არ იყო ის არ მოკტა ხალხი. აი ასეთ პირობებში ექსტრემალურ პირობებში და დღეს საერთოდ ფეხბურთში, აგერ პესეს მაგალითს ვხედავთ, უმთავრესი არის გუნდურობა. ინდივიდუალისტები და გვარები არ იგებენ, არც დიდ ტურნირებში. ვეღარ. იგებს ამას გუნდი. მოდი ამ კრიტერიუმით წავიდეთ. გუნდი შეკრული, ერთსულოვანი, სადაც ერთმანეთის არ შურთ, სადაც ერთმანეთთან შეთამაშებულები არიან. ამ ხრივ ყველაზე კარგად გამოიყურება და მთავარი ფავორიტი მგონია ფეხბურთის თვალსაზრისით ესპანეთი. არ დაგავიწყდით, თუ შეთამაშების პრობლემა არ აქვს ესპანეთს არასოც არ ქონია თან 8 ბარსელონელი თამაშობს ყველა საკონდო პოზიციაზე. არც ერთი მადრიდის რეალიდან. არც ერთი მადრიდის რეალიდან თავისთავად დააბრალონ. აფრიკის ნაკრებია მადრიდის რეალი. თეთრი ბალეტი. უკვე თეთრი ბალეტს აღარ ხმარობენ სიტყვას. ხოჩის ახალ პრეზიდენტს რიკელმეს კარგი ის აქვს. აბრუნებს ის კლუბში. რაულს სპორტულ დირექტორად. მაშინ იეროც უნდა მოაბრუნოს. იერო აკადემიის დელბოსკეს მართლობით საბჭოში. ყველა დიფერენტი. აი ალბათ ნაკლებად პერესი მაინც მოიგებს სამშაბათს. ფოთი მიღებული ხმებით, კი ბატონო. დაამთავრა ეს ესპანეთი დიდებულად გამოიყურება. მე უბრალოდ ისი არ მჯერა, რომ ამ ესპანეთს შეუძლია საფრანგეთის სიმძლავრის გაძლება 90 წუთი. მოდი გაგახსენებ რა. აი ხა ბოლო თამაში რომ დამთავრდა, ძალიან მსხვერპლი თამაში რო იყო. 4 თონს მოვიდა პირველ თამაში და მეორეში 5-1 და ბოლოს 5-4 რო გახდა. იმიტომ ესპანო გამოთვალეს ეს ერთად მოთამაშეები და მოდიში 5-1-ზე მაინც ისეთი мотиваცია აღარ აქვს. ესპანეთს გაგახსენებ რამდენიმე შედეგს, აი ბოლო 3-4 წლის 6-0 მოუგო როგორ გუცა, ეს სამ გუნდ ჩამოგეთვლი რომელიც 6-0 გერმანია. 6-0 არაგებს გერმანია. გერმანია იყო ერთი სირცხვილი დიდი. ხორვატია ერთად 6-0 არაგებს საერთოდ. თურქეთის სულ ახალხანი იყო ისიც 6-0 არაგებს. თურქეთისგან ქვაქვაზე არ დატოვეს უბრალოდ. არა, უბრალოდ ეხა ამ თამაშში მხედვარე ის რა თამაშიც იყო. ნუ არ ვიცი, ფეხბურთი თუ გიყვარს. კი, არა, ცალსახად ულაპარაკოთ, მთავარი ნათელი წერტილი არის ესპანეთი. ბინარი ოქროს ბურთის პრეტენდენტი ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ამაში ალბათ თუ არ დაიმტა. თავარი ტრამვის იამალი. მიუხედავად თავისი წლოვანებისა,
აშკარა ჯობია. მაგის გულისთვის უყურებდა ხა. რაც მეორე ფავორიტი. მეორე ფავორიტი, შილოვანი ფავორიტი, რომელსაც ჩემდა გასაკვირად არავინ ყურადღებას არ აქცევს. ისე მოდივარ გუნდურობის პრინციპი. გუნდურობის პრინციპიდან უკვე მსოფლიო ჩემპიონია არგენტინა. უკვე. მე არ მჯერა არგენტინა. გუნდურობის პრინციპიდან 16 მსოფლიო ჩემპიონი თამაშობს არგენტინაში. ამ შემადგენლობაში. სკალონი ამ გუნდთან ერთად არის ძალიან დიდი ხანია, სკამზე ყავს თანაშემწეები. მაგრამ ენერგია და ძალა ხო ჭირდება. ენერგიაზეც გეტყვის სამუელი და აიმარევოზეს იქა. არგენტინელები თელი სეზონი არ წინავდნენ და თავის ყველა თავის არავის არ აქვს ესეთი დამოკიდებულება თავის ქვეყნის ნაკრებისადმი როგორც არგენტინელებს. გახსოვთ კოვიდის დროს ბრაზილიაში შევიდნენ. ყველას დაემუქრენ კლუბიდან გაგიცხადოთ ბრიტანეთში არ შემოგიშებო. ჯანდაბოს თუ არ შემოგიშებო მე ნაკრები მიძახისო. კი ბატონო. მოდი არ ვიღოთ გოლების მიხედვით. ერთადერთი დიდი დანაკლისი წინა ჩემპიონატთან შედარებით აუნაზღაურებელი არის დიმარია რო აღარ არის. ხო, ნუ დიმარია უნდა წაიყვანოთ მეც ესე ვფიქრობ. დიმარია ფეხბურთს თავი დაანებს. დანარჩენები ხლა გიხრი. გაიხსენეთ ის შემადგენლობა. იმ შემადგენლობაში ნახევარდაცვაში იყო ორი ძალიან ახალგაზრდა ნახევარმცველი 21 წლის ენცო ფერნანდესი და 23 წლის მაგალისტერი. რომელ ასაკში არიან ახლა? გაფუჭყვის. წავით თავდასხმაში იყო ხულიან ალვარესი, რომელიც 21 წლის იყო და 24 წლის ლაუტარო მარტინესი. ახლა არის საუკეთესო ასაკში. დასაში 20 წლის მონინა თამაშობდა მარჯვენა ფლანგზე. ახლა არის 25 წლის, ხო? აი ვნახოთ. პორტუგალია საერთოდ არ განიხილა. ეხლა პორტუგალია ძალიან კარგი გუნდია, ერთი რამ რო არ იყოს. პორტუგალიასა საფრანგეთის პრობლემა იდენტურია. მე მახსოვს წინა მსოფლიო ჩემპიონატი. პორტუგალიის წინვალი ნახევარდაცვა ყავს, კარგი ფეხბურთელები, კარგი არჩევანია. პორტუგალიის პრობლემა არის მწვნელი, აი ეს გაუგებრობა მარტინესი, რომელიც ერთხელ უიგანთან ერთად თასი მოიგო და ყველაზე კაი მაშინ იყო. ხო. უიგანთან შემთხვევით მოიგო, ვიღაცები გამოვარდნენ, ერთმანეთი გააგდეს. უიგანი არა, ვესბრომი იყო. არა, უიგანს მოუგეს ფინალში. უიგანის წნელი იყო, ბოდიშ თვითონ იყო უიგანის წნელი და ფინალი მოიგო მეთქი, მაგას გონი. იქიდან წაიყვანეს ბელგიის ნაკრებში და სასწაული თაობის ბელგიის ნაკრები ჩააფლავა. სასწაული. ყველას დიდი იმედგაცრუება. დებრუინი აზარის კურტუას თამადობით, ნუ. და წაიყვანეს ახლა პორტუგალი, რატო წაიყვანეს? იმიტომ რომ სუკოჩუგარებს რონალდოს. აი, რონალდო არის ყველაზე დიდი პრობლემა მაგნაკრების. წარმოიდგინეთ ესე იგი, რონალდო ხო ყველგან რეკორდებით არის, არა, იქა, აქ. სოფლიო ჩემპიონატზე 5 სოფლიო ჩემპიონატი აქვს ნათამაშები. და მეგონ 9 გოლი აქვს შეგდებული თუ 10 არ მახსოვს აქედან ნახევარი პენალები. 9 გოლი ერთ ჩემპიონატზე შეაგდო ეუსებიო. ბევრად ნაკლები თამაში რო იყო. ორჯერ ნაკლები თუ არა სამჯერ ნაკლები. და ვინმე კლოზეს აქვს, მაგაზე ბევრად მეტი ვერ დაეწევა. რა საინტერესო ისეთი წინა დოხას ჩემპიონატს გაიხსენებ რა. გახსოვს ერთი ეპიზოდი იყო. ფლანგიდან დაარტყა ბრუნო ფერნანდესმა შეაგდო და აბა თავის დარტყმა უნდა რომ ვერ დაარტყა და ორი საათი საჩვერო ეჭხებოდა ქოჩორის შევეხე მე უნდა ჩამითვალოთო. მე მომხვდაო, კი. საკუთარი თანაგუნდელის გოლზე უნდა გაიხარო, ხო? ბენზემას ეჭხობა ერთხელ რეალში შეიძლება დაარტყი მე შევაგდებდიო. გაგიტარებინ. ხო, რამოსმა რო ითამაშა 4-1 მოიგო პორტუგალია. იქ პენლები იყო. პენლების ცხილებს იჭამდა, რომ ეხა რატო არ ვარ პენალზე დავარტყავ. მთელი გუნდი უნდა მოემსახუროს რონალდოს. ეს ნუ გაუჭირდებათ. იგივე ხდება დაახლოებით საფრანგეთის ნაკრებში. საფრანგეთის ნაკრები გვარების მიხედვით არის ფანტაზმა, გვარები არ იგებენ. ჯერ ერთი ახაც იგივე პრობლემა. დეშამი არც თავის დროზე იყო ძალიან დიდი მსვლელი და მით უმეტეს ძალიან უსახურ ფეხბურთს თამაშობს უკვე დიდი ხანია. პრაგმატული. ის რომ პრაგმატული არა. მოდი ვთქვათ უსახური, თავის სახელი დავარქვათ. მე პრაგმატული მგონია უბრალოდ. უსახური ხო, უსახური უფრო შეიძლება მე თვითონ არ დაგეთახვი. ეხლა ყოლი 9 ფეხბურთელი ყავს თავდასხმაში, ფენომენალური არჩევანი აქვს, ფენომენალური. ეს ტრიო PSG-დან, ხო? დუე დემბელე ბარკოლა. ტურამი ინტერიდან, უბრალოდ ტურამი. ოლისე ბაიერნიდან ეს აკლუში რომელზეც თავსაკლავს ეხა სულ უნდა გადაიყვანოს მონაკოდან და შერკი რომელიც უნიჭერესი ბიჭია და ავიცი დღეს ალბათ ყველაზე მაგარი 10-იანი აი რასაც 10-იანი ქვია თანამედროვე ფეხბურთში მე თამაში იმიტომ რომ შემადგენლობას დააყენებს დეშამი ბაპეს კარნახით აუცილებლად სხვანაირად არის ბატონო გია სამწუხარო ჩვენ დრო ამოიწურა ძალიან საინტერესო საუბრისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ეხლავე დავდოთ პირობა მსოფლიო ჩემპიონატი რო დასრულდება 19 რიცხვში 19 ივლისს მაგ კვირის პარასკევს აუცილებლად დაგპატიჟებთ და მე ერთად შევაჯამოთ და გავიხსენოთ ჩვენი წინასწარ მეტყველებები. მოდი გუფური ტურნირების მერე იყოს ანთუგი და მეორე ფინალების მერე. იმიტომ შეიძლება მაგ დროს არ ვიყოთ თბილისში. თანახმა ვარ. მაშინ შეთანხმება უკვე მიღწეულია ამ ეტაპზე გია გორგოძეს მადლობა უნდა გადავხადოთ. ფეხბურთი ისემა რომელზეც საუბარი ვისაც გვიყვარს არ მოგწყინდება. გამორიცხულია მე ერთი კვირით გემშვიდობებით.